ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1964 წლის 24 თებერვალია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დაარსებიდან 50 წლის თავთან დაკავშირებით ტროპიკული და სუბტროპიკული ფლორის შესწავლასა და გავრცელებაში ნაყოფიერი სამეცნიერო მუშაობისთვის ბათუმის ბოტანიკური ბაღი დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. ასეთივე სიგელებით დაჯილდოვდა ბათუმის ბოტანიკური ბაღის მუშაკთა ჯგუფი. დედაქალაქის მშრომელებს კარგი საჩუქარი მოუმზადა საქალაქო ალმასკომის ვაჭრობის სამმართველო. ხვალ 25 თებერვალს მოსკოვის პროსპექტზე გაიხსნება ახალი უნივერსალური მაღაზია. იგი მოთავსებულია 8 სართულიანი სახლის პირველ სართულზე. მაღაზიის სასარგებლო ფართი 500 კვადრატულ მეტრზე მეტია. უნივერმაღში არის 2 სპეციალიზებული დარბაზი ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლისთვის. სათავსოები ფართო მოხმარების ყველა სახის საქონლის გასაყიდად, რომლის ძალიან ფართო ასორტიმენტსაც მაღაზიას თავაზობს მომხმარებელს. ლატვიის ქალაქ დაუგავპილსში ჩავიდა ქართველ ქიმიკოსთა და მშენებელთა დელეგაცია. პირველ დღეს მათ დაათვალიერეს სინთეზური ბოჭკოს ქარხანა, რომელიც ამას წინათ ჩადგა მწყობრში. ლატვიელმა და ქართველმა ქიმიკოსებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება. ქართველმა და ლატვიელმა სპეციალისტებმა მოილაპარაკეს ორი რესპუბლიკის ქიმიკოსთა ქალაქების რუსთავისა და დაუგავპილსის ქიმიური მრეწველობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. თბილისში დამთავრდა ყველის რესპუბლიკური დათვალიერება კონკურსი, რომელიც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ეწყობა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკის ყველის დამამზადებელმა ყველა საწარმომ, რომლებმაც პროდუქციის 50-მდე ნიმუში წარმოადგინეს. პირველი პრიზი მიიღო ბოგდანოვკისა და წალკის ყველ-კარაქის ქარხნებში წარმოებულმა შვეიცარიულმა ყველმა. პრიზებით დაჯილდოვდა ქუთაისის, სამტრედიის, ყვარლისა და სვარძიის კომბინატები. ლონდონში გაფრინდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ვოკალურ-ინსტრუმენტული კვარტეტი ორერა. მის შემადგენლობაში შედიან თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები რობერტ ბარძიმაშვილი, ზურა ბიაშვილი, თამაზ ფანჩავიძე და თეიმურაზ დავითაია. ინგლისი მეათე ქვეყანაა, სადაც ორერა კონცერტებს გამართავს. პირველი კონცერტი გაიმართება სამეფო ალბერტ ჰოლში. კვარტეტის პროგრამაშია ქართული ხალხური სიმღერები, საბჭოთა ავტორების ნაწარმოებები და საზღვარგარეთული სიმღერები 13 ენაზე. ინგლისის შემდეგ ორერა გაფრინდება გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც 2 თვეს დარჩება. გადმოიცემოდა 1964 წლის 24 თებერვლის უკანასკნელი ცნობები.